პირველ რიგში მადლობას გიხდით მეგობრებო, ორდღიანი, თითქმის ორდღიანი მარათონისთვის, მოსვლისთვის, რეგისტრაციისთვის, წვალებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო თამაშების პრეზენტაციებს გავაკეთებთ ახლა. როგორც იცით, ეს არის ჩვენი პირველი ესეთი მასშტაბური ღონისძიება, როგორც დევთერაპიის. აქედან გამომდინარე, დასასრულის შემდეგ ყველას გამოგიგზავნით feedback ფორმას და ძალიან მადლობელი ვიქნები თუ ალალად და ნამდვილად შეავსებთ, რას გამოვასწორებდით, რა არ მოგეწონათ, რა მოგეწონათ და ასე შემდეგ. მოდი ახლა გავიაროთ წესები, როგორ ჩავატარებთ ამ პრეზენტაციებს, შეგახსენებთ საპრიზო ფონდს და შემდეგ უკვე დავიწყოთ. პირველი გუნდი, რომლითაც დავიწყებთ, არის Max HP. აქედან გამომდინარე, სანამ ემორჩები საუბარ, შეგიძლიათ თქვენ გაემზადოთ. ესე იგი, თითოეულ გუნდს გაქვთ 5 წუთი პრეზენტაციისთვის და პრეზენტაცია არ ნიშნავს სლაიდებს. გამოდიხართ, მინიმუმ 2 ადამიანი. ერთი თამაშობთ, მეორე საუბრობთ, ყვებით თამაშის შესახებ. ეხლა რაც შეეხება ტექნიკურად რას ვაკეთებთ. პირველ რიგში რომ გამოდიხართ, HDMI-ზე ვაერთებთ თქვენ device, ვამოწმებთ რომ ყველაფერი კარგადაა და მერე თქვენ device-ით იქიდან გამომდინარე რომ sound სისტემასთან ცოტა პრობლემა გვაქვს, ვიწყებთ JBL მოწყობილობასთან Bluetooth-ით შეერთებას. ორივე რომ მზად იქნება და გავტესტავთ, უკვე მერე აითვლება უკვე დრო, დაიწყება უკვე 5 წუთიანი ათვლა. როცა დაასრულებთ პრეზენტაციას, 3 წუთიანი დრო გვაქვს კითხვებისთვის ჟიურისგან და შემდეგ ამ 3 წუთის მერე ერთი მთავარი ის გვაქვს, რომ Bluetooth disconnect-ს უკეთებთ, რომ შემდეგში ხელი არ შეგოშალოს. ყველას დასრულების შემდეგ უკვე ჟიური გავაცალკე და მიიღებენ გადაწყვეტილებას. შეგახსენებთ, რომ თამაშები ფასდება ვიზუალით, გეიმპლეით, თემით თუ რამდენად გარშემო არის control-ზე environment თემთან, ტექნიკური მახასიათებლებით. შეგახსენებთ, რომ საპრიზო ფონდი არის 2000 ლარი, საიდანაც 1000 ლარი არის პირველ ადგილზე, ხოლო 500 მეორეზე და მესამე ადგილზე. კიდევ ერთხელ მადლობა მოუხადოთ TSEUS ადმინისტრაციას და თლიან TSEUS, რადგან მათ გარეშე ეს ივენთი არ იქნებოდა და შემდეგ მოუხადოთ მადლობა ჩვენს 5 ჟიურის. ჟიურიში გვყავს ზუბა, ნიკოლო ზოთიაშვილი, ავთანდილ უშიკეშვილი, გიორგი აბელაშვილი და ირაკლი ქოიაუ. მოგესალმებით ხალხო, ჩვენ გავაკეთეთ თამაში, რომლის სახელიც არ მოგვიფიქრებია, მაგრამ თავარია რომ ეს არის ძალიან სახლური 2D ვიზუალის თამაში, რომელიც გაკეთებულია Unreal Engine-ში. ყოველთვის ჰქონდა იმის მუღამი, რომ ესეთი სპრაიტებით ამეწყო თამაში Unreal Engine-ში და ასეც გავაკეთე. მოკლედ, თამაში თავარი მუღამია, რომ ნებისმიერ ადგილას ქმნი ტერეინს და ყოველ მომენტში გაქვს ერთი 4-5 სცენარი, რომლითაც შეგიძლია განავითარო გეიმპლეი. თორნიკე ცოტა რომ დაუწიოთ, სანამ ავხსნი, რომ მოკლედ, შეგიძლია გადახტე და ფეხი დაარტყა ადამიანს, როგორც ნახეთ. შეგიძლია უბრალოდ კედელი ამოწიოთ, თორნიკე ვაჩვენოთ და ამ კედლიდან გადაზრეს ადგილზე. შეგიძლია ჰორიზონტალური, ვერტიკალური კედელი ამოიღო, მიახლოებით 6 მეტრის დისტანციაზე დასვა ეს კედელი. იგივენაირად მოწინააღმდეგესაც შეგიძლია ქვეშ გაუჩინო ეს კედელი, აწიო ბაღლა და გადააგდო. ანუ თამაში მინდოდა ისეთ ყოფილიყო, რომ მაქსიმალურად შენს კრეატივზე ყოფილიყო დაფუძნებული. თორნიკე ჩახტი წყალში და დავარესტარტოთ. დაუდევი კედელი ქვეშ ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს, როცა გაჩერდებიან. ხო, ის მოწინააღმდეგე თორნიკეა სხვა შორის. ანუ შეგიძლიათ კედელი გამოიყენოთ იმისთვის, რომ თავი დაიცვათ, მოწინააღმდეგე უბრალოდ დაბლოკოთ, ან აი ესეთი რაღაცა გავუკეთოთ. თამაში არის მაქსიმალურად კრეატივზე და ეს არის speed runner-ის ოცნება. იმიტომ რომ აქ თუ ყველა მექანიკას სწორად დაამუღამებთ, შეძლებთ რომ ერთ ლეველში რამოდენიმე წამში გახვიდეთ. თორნიკე, აი ეს სპაიკები კი გვიშლის, მაგრამ მიდი აბა გადაახტი. თორნიკე არ არის high skill player-ი არა სამწუხაროდ. აი ესეთ რაღაცას თუ დაამუღამებთ, შეგიძლიათ პირდაპირ გადაახტეთ. იგივენაირად შეგიძლიათ ნელ-ნელა წახვიდეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ ჰორიზონტალური ხიდი ააწყოთ. აბსოლუტურად არის კრეატივზე ეს ყველაფერი. მინდოდა გამეკეთებინა sandbox-ი და ზუსტად ეგ გვაქვს აქ. ხელები ჩემია, მოწინააღმდეგე თორნიკეა და ეს არის მთელი თამაში. ხო, ფეხით შენია კი ბატონო. ბევრი ამბავი ამას არ ჭირდება, უბრალოდ sandbox-ია, რომელიც speedrun-ით და დროზეა დამოკიდებული და მთავარი მუხტი არის gameplay და მისი, ასე ვთქვათ, თავისებურება, რომ არ გზღუდავს და რაც გინდა ის გააკეთე. ეგ არის პირდაპირ შეგვიძლია შეკითხვების გადაგვიდეთ. ანუ სტანდარტული არის თქვათ, რაც მოყვა თუ კიდე რამე დამატებით რამე შრომა გაწიეთ. გრაფიკაზე როგორც ხედავთ, ეს მატერიალები რაცაა გაკეთებული, არის
unlit ეგრეთ წოდებული, ანუ განათება მაგაზე არ მოქმედებს, რომ აი ეს თითქოს ნახატივით კომიქსივით სტილი ყოფილიყო. იგივენაირად ხელები და მოწინააღმდეგე ყველაფერი ჯერ Photoshop-ის ფილტრია გატარებული და შემდეგ არის ჩაგდებული აქ. ყველაფერი ხდება ან სპრაიტებით, ან ხელით runtime-ში პროგრამით უცვლი ამ ანიმაციას, იმიტომ რომ Unreal Engine-ს რეალურად 2D ანიმაციის ხელსაწყოები არ აქვს. და ეგ დავწერე ჩემით. რაღაც ფუნქციები მაქვს, რომლითაც pseudo animatori ავაწყე Unreal Engine-ში და მაგით მუშაობს ეს ხელებიც. რაღაც state-ი მაქვს tag-ზე მიმაგრებული და tag-ი როგორც იცვლება, ისე იცვლება სურათები. და საბოლოო ჯამში თორნიკე ფეხი დავარტყათ. აი ესეთი ანიმაციები გვაქვს. სტილით მაგალითად ეს ხელები რაც არის, ხო? დიახ. არ ემთხვევა თქვათ იმას, რასაც Unreal-ი თვითონ იძლევა და თქვენი საბოლოო მიზანი თქვათ რა არის, რომ უფრო აქეთ წამოიყვანოთ, რომ ესეთი ტიპის სტილი კონდეს საერთო თამაშს თუ იქით? ანუ ამ თამაშს აქვს ძალიან კონკრეტული მუღამი, რაც არის Doom-ი, ერთ-ერთი პირველი, რავი, first person თამაში, რაც გამოიგონეს, იყო ზუსტად ასეთი. გარემო იყო 3D და დანარჩენი მოწინააღმდეგეები იყვნენ 2D. ანუ მიახლოებით ნოსტალგიას უმიზნებთ ამით, რომ ანუ აი ეგ რო ასეთი უცნაურია, ეგ არის ამის ხიბლი, რომ უცნაურია, მაგრამ თან შენთვის ნაცნობია. გეიმერები ხვდებიან ამას, ვინც 20+ წლის არის. ვისაც Doom-ი უყვარს, კი ბატონო. მე მაქვს ერთი შეკითხვა. დიახ, ისმენთ. ლეველი არა გაქვთ კერძოდ რამე გაკეთებული რომ კი, ანუ ეს ადის ზემოთ იდეაში და იქ კიდე ცალკე სექცია, მაგრამ ამას იმდენი ხანი უნდა. მიახლოებით 20 წუთია, იმიტომ რომ ანუ სპიდრანერი თუ ხარ 5 წუთში ახვალ, მაგრამ აი საშუალო მოთამაშისთვის 20 წუთი უნდა და ობსტეკლები არის პლატფორმა წინაღობით, უბრალოდ პლატფორმა, უბრალოდ წინაღობა და სიმაღლე და 4-ის ვარიაციაა და ყველაფერი არის დამოკიდებული შენზე. ეს სტარტერ არეა არის იმისთვის რომ უბრალოდ ისწავლო. ამის შემდეგ ადიხარ აი კუნძულები როა რომელიც ტიპ-ტიპებს იმაზე ადიხარ და ხან ერთი მოწინააღმდეგე ხდება, ხან 3 და უნდა გაუმკლავდეს ზუსტად ამით, რომ ლეველს ცვლი შენს სასურველად. თორემ გამოვწიოთ 2 კედელი, ისე რომ ტყვია არ მოხდეს არასდროს. 3 შეგვილია, 4 შეგვილია, მაგრამ 5-ზე უკვე ენერგია გვითავდება. ანუ ისევ გეიმპლეიზია ყველაფერი დამოკიდებული, როგორც გინდა ლეველს მოირგებ შენთვის. ასევე შეგვიძლია ვერტიკალური ავწიოთ და შემდეგ ჰორიზონტალური და 3 მიმართულებიდან დავბლოკოთ ყველაფერი და მე ეს ისევ მოწინააღმდეგეს ვესროლოთ. აი ხედავთ? ხო და ეს იყო ჩვენი მუღამი, რომ გეიმპლეიში რაც შეიძლება მეტი სიღრმე ჩაგვედო. მადლობა. ეგ არის, აღარ გვაქვს მეტი. მადლობა. გამარჯობათ პირველ რიგში. წარმოგიდგენთ ჩვენ თამაშს Mandela's Effects, რომელიც არის ინსპირირებული Mandela's ეფექტით და ამ დაწესებულებით. როგორც ჩვენ გუშინ დავიკარგეთ, ასევე აქ ჩვენი პერსონაჟი დაიკარგა და ცდილობს გაღწევას. ამ გაღწევისთვის მას სჭირდება 2 გასაღები, რომელიც არის გაფანტული სხვადასხვა დიმენშენებში. მას სჭირდება, რომ გადავიდეს სხვა დიმენშენში, აი მაგალითად როგორც ხედავთ, ვერსად ვერ მივდივართ, ლუკა ირბინე, გერდო ნიკა ირბინე. სადაც როგორც არ უნდა ვირბინოთ, ვერ გავალთ. მაგრამ აქ გვაქვს ჩვენი ability. ნიკა მიდი აიღე ability. ხავე? იქიდან შეხედე? კარგი. ability, რომელიც აკონტროლებს dimension-ებს. dimension-ების კონტროლისას ჩდება, ქრება სხვადასხვა ოთახები, რომლებშიც არის მიმოფანტული ეს ჩვენი გასაღები. ამ მაგალითად შედი ერთ-ერთ ოთახში ნიკა მიდი. მოდი არ შევიდეთ. რას იზავდა ჩვეულებრივი ისეთი კრიტიკოსი მოთამაშე. წადი წინ. ვილით, რა მოხდება? ჩვენს წინ ისე ვიგავართ, მეგობრებო. შევედით ახლა? შევიდეთ. აქ არის მაგალითად ხო, შუქი. მაგალითად აქ არის რა ქვია, გასაღები არის დამალული ობიექტებში. ობიექტები უნდა დალეწო, უნდა აკონტროლო ეს environment-ი, როგორც აქამდე გავაკონტროლეთ environment-ი და შემოვედით აქ. ასევე ვლეწავთ ყველაფერს, რაც ხელში მოგხვდება. დალეწე ყველაფერი ბოდიში ადმინისტრაციას. ხო, შევასრულეთ ეს, გავედით. შესაბამისად, ერთი გასაღები გვაქვს. როგორც კი 2 გასაღებია, მეორე გასაღები არის სხვა dimension-ში, უნდა გადავიდეთ იმ dimension-ში და შევასრულოთ ის მისია, რაც იმ dimension-ს ექნება, მაგალითად, გადავიდეთ სხვა dimension-ში, სივრცეში, ბოდიში, განზომილებაში. კი, განზომილებაში. ესეც იგივეა, მარყუჟია, ქართულად რა ვთქვათ და შედი. აქვს სხვა დავალება, მაგალითად, ყველაფერი აიჩეშა, უნდა დაალაგო, მიიღო ეს ჩვენი გასაღები. მიდი აბა უცბად დაალაგე. ხო. ანუ გზადაგზა ხვდები, მექანიკებს, ასე შემდეგ, ხო. ავიღეთ მეორე გასაღები. წავედით ახლა გავეშურეთ მთავარი მიზანი რაც გვაქვს. წადიმანდეთ კი? კი, მანდეთ. წადი. შემოხვდა ეს კარი,
რისთვისაც ვიღწვით რომ აქედან გავიდეთ, გავაღწიოთ, იმიტომ რომ გაჭედილები ვართ, გავედით. გადი, შემოტრიალდი. ოი საოცრება, სად ვიყავით? ეს იყო ჩვენი თამაში, მადლობა ყურადღებისთვის. მე მაქვს ერთი კითხვა. სიამოვნებით გაქცევთ პასუხს. Unity-ში გააკეთეთ ხო ეს? Unity-ში, ბოდიში. აი რა მაინტერესებს ის როგორ ჩაციკლეთ? ჩავციკლეთ handle სისტემა, კი. პირველ რიგში გავაკეთეთ ესე რომ მოთამაშეს ვუცვლედით პოზიციას. კი, მაგრამ Unity-ს რენდერერს ჰქონდა ესეთი issue, რომ ერთ ფრეიმს ტოვებდა და შესაბამისად Spike ჰქონდათ? კი, spike ჰქონდა. შესაბამისად environment-ი გადავიტანეთ. ეგ ცოტა ცუდი, იმიტომ რომ შეიძლება უსასრულობაში გადახვიდე და ერორები გამოიწვიოს, მაგრამ ინსტანსში უკეთებდით თუ ჩანქებად ჰქონდა? არა, ჩანქებად ჰქონდა დაყოფილი, ორი ჩანქი იყო სულ. ეს გადავიდოდა წინ, ეს დარჩებოდა, გადავიდო წინ. გადასვლის მომენტში რომ უკან მოტრიალდეს, ის არის ეს ხო არ დაინახავ? არა, არ დაინახავს. დავანახოთ. ვერ დაგანახეთ, მაგრამ არ დაინახავს სიტყვაზე მენდეთ. ეს გაღუნვა რო გქონდათ ეგ რა ხო, აი ეგ ამ ადამიანმა გააკეთა. შეიდერი. შეიდერით ქონდა გაკეთებული. ხო. ასეტით არა, ანუ თვითონ გააკეთა. ანუ თავიდან ბოლო. ეს რაღაცა არის, რომ იმის ეფექტი რო შევქნათ, რომ მართლა მოხეულ სივრცეში მიდიხარ, ხო? მაუსის იმპულს გიწვით რა ჩუმად. ეგ სადაშევსკი. მართლა მოხეულ. ანუ გარემო არ არის მოხეული ვერტექსები, რა? ნამდვილ ხარს უნდა გაწიო მაუსი, რომ მართლა სწორადია, რომ ანუ როგორც ნამდვილ მოხეულ ოთახში ვიდი რა. გასაგებია, მადლობა. სიამოვნებით უპასუხებ ნებისმიერ კითხვას. იმედია, რომ ისეთ კომპლექსური იქნება. ანუ განათებას როგორ ითვლის ეს არის რამე თქვათ custom-ი რა განათების დათვლის კუთხით თუ რაც მოყვება engine-ს Unreal-ი რაც საკეთებს აი კარი არა რაც მოყვება HDRP რაც არის ეგ არის სამწუხაროდ ნუ ეხლა lighting-ი ვერ დავწერეთ ხო ნუ გასაგებია მაგრამ მაქსიმალ ვუყენებთ და ანუ იქ თუ შეაჩნიეთ რაღაც ფლიკერის ეფექტები ქონდა და კიდე ის ანუ ის რო დავფაროთ რო წინ რაღაცებს ვაჩენთ ხო ინსტენციებს რო უკეთებთ ამიტომ დისტანციის მიხედვით ვაგნებთ რა განათებებს და ხო შორს უფრო ჩავნელებულია რომ ლუპი არ მოხდეს გავამოვთ რა ეგეთი კი თამაში ხო ასევე მინდოდა და მეთქვა აქ თქვენ რაც ნახეთ ყველა მექანიკა ვიზუალი და ასე შემდეგ შესრულებულია ჩვენი თიმის მიერ ლუთორ გეიმის მიერ კითხვები ფოტოები გადავიღო ყველა აქ დადგა და კი მადლობა თქვენ რამე მომენტი ჩვენი ქარაქტერები და თამაშიც გავუშვი. პირდაპირ აქედან გავუშვი. ოკეი. კაი, წარმოედგინეთ დედამიწა რაღაც 2000, არა, 3500 რაღაცა წელს და ადამიანები კოლონისტების მაგივრად კოლონიზებული ხალხია. დავწია? გადიდე? მოიცით. აგერ. დავიდან. რა. play. კაი, ხო, გავაგზავნებ. ადამიანები კოლონისტების მაგრად კოლონიზებული ხალხია. ეხლა ჩვენ ხომალდებს იარაღიც აღარ აქვთ. და გვამცირებენ მარტო გვაქვს ეს თოკი და შეგვიძლია მაინინგი მარტო და მონება ცხოვროთ ფაქტობრივად. ხო და ჩვენმა სამი გმირმა გადაწყვიტა ებრძოლოს ამას რა საშუალებაც აქვს იმით. ჩვენ შემთხვევაში თოკი შეგიძლია მოკაჩო, გაუშვა, გაისროს და მოწინააღმდეგებს დააჯახო. ნუ იდეაში მულტიპლეიერიც გვექნება მომავალში. და ნუ თავარი მექანიკა ყველაფერი ფიზიკაზეა დაფუძნებული, თავარი მექანიკა ფიზიკაა.
თოკი, მოძრაობა, space დაჭირეთ დიდხანს. გვაქვს ანიმაციები. ჯამპი, ეს ანუ ნონსენს და ნუ თავარი მექანიკა არის გართობა, თავარი იდეა არის გართობა და თავარი კონცენტრაცია გქონდა გეიმპლეიზე. story ბოლოს მოფიქრებული ასე რომ ესე ნუ თუ რამე გაინტერესებთ აქვარ. ხო. მე მაქვს ერთი კითხვა. აბა. ერთი კითხვა მაქვს იმერთან. ხო. ენემიებთან დაკავშირებით, ანუ რასაც უყურე, თავისითაც ეჯახებოდნენ იმ პლანეტებს და მან pathfinding-ი არა გაქვთ უბრალოდ დაკვირვება. არა, pathfinding-ი ვერ მოასწრეთ, იმიტომ რომ თავარი მისანი გქონდა multiplayer-ი და game jam-ზე multiplayer plus ფიზიკის დაწერა ის ჯაჭვი ჩვენით გავწერეთ, იმიტომ რომ არა აქვს default ჯაჭვი. გოდოც არა აქვს, ხო? გოდოც არა აქვს. მარტო ზამბარა აქვს და ის ეგეთ მოქნილი არ არის. და მაგიტო ვერც ვერ მოსწრეთ. გასაგებია, მადლობა. ტრეილერს რო აკეთებდით, არ თამაშის ინტროში მე მაინტერესებს, ანუ ცალკე ვიდეო დრატო გქონდა თამაშის ინტროში იყო უბრალოდ ამერია იქ. თამაში უნდა ყოფილიყო, როცა რთავ. თამაში უნდა ყოფილიყო. ოკეი, opening screen უნდა ყოფილიყო. გასაგებია. ოკეი. ერთი კიდე გვაქვს შეკითხები. ხო ეს ვიდეო რაც იყო თავიდან. დიდად მე ბმა ვერ დავინახე თამაშთან, ანუ სტილიზირებულათაც თითქოს რაღაცა სხვა სტილი იყო საერთოდ და რამე იყო რაც თქვა გინდოდათ გრაფიკულად გაგეკეთებინათ და თქვა დროის გამო ვერ მოასწარით თუ ანუ რა იყო გეგმა თავიდან. კი, გრაფიკულად ბექგრაუნდის გაკეთება გვინდა და უკეთეს რო თემას მორგებულიყო და ნუ გემები, ანუ ის ქარაქტერები რაც დაგვრჩათ, პატარა ანიმაცია რო დაინახეთ. სამი შიპი ყავს და ის იმ სამ შიპს თავისი თემები აქვს და თავისი პაუერები აქვს. ამას ერთმანეთში უნდა იბრძოლათ. ნუ ხო, ეგ მულტიპლეიერისთვის. და ის სიჩქარის ძალა ამ წითელის იყო და სხვა ორს კიდევ თავისი ძალები ჰქონდა. მადლობა თქვენ. გამარჯობათ. ჩვენ ვართ ტუტორიალ ბოსის მინიონები. გუშინ დავიწყეთ ამ თამაშის შექმნა და აბსოლუტურად ყველაფერი, სპრაიტები, ხმები, ყველაფერი არის გუშინ ღამე ჩაწერილი. იქიდან გამომდინარე, რომ თამაში იყო environment interaction-ზე, ესეთი რაღაც მოვიფიქრეთ, რომ აქ ყავს ორი თაგვი, მაუსი როგორც კურსორი და მაუსი როგორც პერსონაჟი. და კურსორი ეხმარება პერსონაჟ მაუსს. არის პატარა ჰინტები, აი მაგალითად cut, რომელსაც თუ არ დავაკვირდი, ყურადღებას არ მიაქცევ. აქ არის გრავიტაციის ფიზიკა. ასევე ყველაზე მთავარი ფიჩერი რაც არის ის რომ შეგიძლია მაუსის კურსორის გამოყენება როგორც პლატფორმა და დიდხანს თუ იქნები მასზე აი სტამინის მაჩვენებელი აქვს რომელიც შემდეგ ჩაცლის დროს უსარგებლო ხდება რაღაცა პერიოდის განმავლობაში. ასევე დაწვის მექანიკა. და ნუ ამ თაგვის მთავარი მიზანი არის რომ ავიდეს მაღაზიაში სადაც არის ბევრი ყველი. ეგეთ შეიძლებოდა. უწევს ბევრი დაბრკოლების გადავლა, ერთ-ერთი არის ლავა. და ეხლა ვიხილავთ ფინალს. მაღაზიას ქვია Too Fat.
და საბოლოოდ ყველი. ანუ აქ რაც არის გაკეთებული ასეტები, ყველაფერი თქვენი გაკეთებულია და ხატვა. ჩვენმა თიმმა დახატა, ხმები ჩაწერა, მუსიკებიც ჩვენი გაკეთებულია თქვენი აბსოლუტურად. გაკეთებულია ყველაფერი. აი ეს ფიზიკები რო იყო, ეგ იუნიტის ჯოინტების ფიზიკა არის, ხო, სავარაუდოდ, იმ სტოკის და იმის. გასაგებია. მადლობა. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ჟანრად აგვიღოს, ანუ roguelike თამაში არის, აზრი არის ის, რომ Lovecraft-იანი, ანუ Eldritch ღმერთი ხარ და environment-ს აკონტროლებს სხვადასხვა გზით, რომ იმისათვის, რომ ადამიანები დაამარცხონ. მაგალითად, შეგეძლია მიწა რკინის ცეცხლად გადააქციო ან გაყინო. ან კიდე კედელი შექმნა, რომ შეაჩერო მოწინააღმდეგეები, რომლებიც შენს გამოდიან. თავარი ნაწილი, რაც ტექნიკულად ყველაზე საინტერესო რაც გვაქვს ის არის, რომ wave function call-ups ვიყენებთ იმისათვის, რომ grid-ზე დავსვათ maze-ი. დინამიურად შეგვიძლიათ ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის maze-ი შექმნათ, როგორც roguelike თამაშებშია. ეგ დავწერეთ C-ში და დავიმპორტეთ მე DLL-ების სახით Unity-ში. ყველაზე მეტი ფაქტორად მაგას დასჭირდა. კიდე ის არის, რომ ანუ არტისტი არ ყავდა და უმეტეს ამიტომ ჩემით მომიწია ყველა ის სპრაიტების და იმის დახატვა. ამიტომ ბევრი ვარიაცია არ მაქვს იმაში, მაგრამ დამატება შეიძლება თავისუფლად. თვითონ ალგორითმის ისე გაფლილი, რომ თავისით შეუძლია დაგენერირება სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სპრაიტების დაუშვათ მიწაზე უფრო მეტი ჩონჩხი რო იყოს რო ეყაროს და ეგეთი რაღაცეები. თვითონ ტაილმაპები რაც არის, მაგათ შეიძლება ეგ ჩანასწროს რამოდენიმე და სხვადასხვა ტიპის იყოს. ასევე შეიძლება სხვადასხვა ლეიერები იყოს, რომ დაუშვათ ბიომების სახით მუშაობდეს და ასე შემდეგ. თვითონ სპელები შეიძლება უფრო მეტი იყოს, ანუ თვითონ ფუნქციები, რასაც ვამატებთ, ამჯერად მხოლოდ რამოდენიმე გვაქვს, მაგრამ კიდე ბევრ სხვადასხვა სტილში შეიძლება აკონტროლო გარემო. მაგალითად, თუ ორ კედელს შექმნი, შეგიძლია, როდესაც მოწინააღმდეგეები მოხდნენ მათ შორის, შეატყობო ერთმანეთს და გაჭრილო ფაქტობრივად და ხო, მსგავსი ბევრი რამის დამატება შეგვიძლია. ცოტა დროის შემდეგ ეგ კედლები შორდება, მაგრამ ხო. რა ვიცი, წესით ეგ არის, ბევრი მეტი. ხო. მოგების კონდიშენი რა არის აქ? ანუ რა უნდა გააკეთო, რომ მოიგო ბოლოს უნდა გახვიდე? იდეაში ის არის, რომ უბრალოდ high score-ზე, რაც შეიძლება მეტი უნდა მოკლა. აჰა. შეიძლება დავამატოთ დაუშვათ რაღაცა რიცხვი რო გადასწრები მოკლის შემდეგ, რაღაცა boss ოთახი გაიხსნას და იქ ებრძოლა და საბოლოოდ იმას ვფიქრობდი, რომ story-ს ხრი რო პორტალი გასცა და ბევრი შენიანი გადმოიყვანო ამ სამყაროში დაუშვათ. მე ამსკავსებდი, აი რახან ერთი ეკრანია და ეს არ მოძრაობს, ანუ თითო სკრინის ზომის ესენია რა ქვია ლეველები. Binding of Isaac-ს მაგისგან შეიძლება და აღება მექანიკების. ოკეი, ეგ იყო ჩემი შეკითხვა. მე მაქვს ერთი შეკითხვა, პლეიერი როგორ კვდება? როდესაც ეხებიან მოწინააღმდეგეები, დემეჯი აკლებათ, ჩვენ არ გვაქვს ხა ისე მის ამ life bar-ი არ არის არსად, ხო? health bar-ი არ გვაქვს, მაგრამ ანუ health-ი არის ისე აკლდება სიცოცხლე და მაგრამ არ ჩანს არსად. ხო, სამწუხაროდ არ ჩანს. ხო, აი ეგ კითხვა და მეორე კიდე. ეს ლეველები პროცედურულად გენერირდება თუ წინასწარ პროცედურულად გვაგენერირებთ მე ისა grid ისა მატრიცას ვქნით უფრო სწორედ. ხო და მე ვატყობ რომ ბაგი აქვს, იმიტომ რომ კუთხეში ისეთი ის დაგენერირდა რომ გზა არ იყო. ხო, ეგ. არა, ერთი გზა იყო ხო? ხო, მაგრამ აქედან რო წამოსულიყავ მაგას ვამბობ რა. რა თქმა უნდა, ამიტომ ერთი გზა არის. შეიძლება. წესით ანუ ძალიან იმას რომ შემატრიცას რო შეხედო არ გენერირდება ესეთი სიტუაცია რომ შეიძლება ჩაიკეტოს რაღაც. ეგეთი არ იქნება. ხო. ოკეი. მადლობა. გამარჯობათ. ეს ჩემს პლეჟარს მინდა რომ დათქვეთ. ეს არის ანგელოზზე აწეპებული ამბულანსი. და მაგაზია თამაში ჩართე. ანგელოზზე არის აწეპებული სასტრაფოს მანქანას. მუღამი არის ის, რომ სასტრაფოს თავიდან ვფიქრობდით თბილისის გასაჭირზე ტრაფიკზე არის თამაში და სასტრაფოს ეხმარება ანგელოზი, რომ რაღაც ობსტიკლს, რაც არის გარემოზე, ესენი ააცილოს მას. ნუ რაღაც დრო გააქვთ, რაღაც ანუ რომ დაიწყება, ასე ვთქვათ, ყოველ ახალ რუკის შესვლაზე, რაღაც მანქანები არის უნდა გაწიოს, სულ გვაქვს თუ არ ვთქვი ორი ექშენი. ერთი არის E, ასე ვთქვათ, რომელიც რაღაცა
შუგნიშა საქმე მაგალითად წვანე გადაყავს წითელი გადაყავს წვანეში ესენი ნუ ფეხზე დგება რომელიც ხეს უშლის და მანქანების სიარული ყოველ რაღაც ახალი რუკა რო ჩდება მაგ რუკაზე ესენი არ გვაინტერესებს ნუ ეჯახებენ ყოველი ახალი რუკა ჩდება გაქვთ რაღაცა პატარა დრო ამ დროში უნდა მოასწროთ რაღაც მანქანების გაწევა რაც ხეს უშლის ერთმანეთს ის მანქანები რაც არის ეგ არის დანარჩენი ის ისინი არა უშლის ფრენა მარტო ანგელოს მეტი არ ვიცი დანარჩენი მეტი არაფერი გზა არის ყოველთვის მიდის ან ზევით ან მარცხნივ ან მარჯვნივ გაჩნია ყველა გზას ასე ვთქვათ აქ შემდეგი გზის შესაძლებლობა და იმის მიხედვით ჩდება ეს რაღაცა პროცედურა არ გენერირდება იმიტომ რომ თავიდან ვფიქრობთ როგორ იქნება მაგრამ მივხვდეთ ძალიან ბურხარეს იწევდა რაღაცებში და უფრო მარტივად რო წავსულიყავით გადავწყვიტეთ რომ რაღაცა ფრი გზები წინასწარ შეგვექმნა ეგ არის და ეგ რა არის? ჩვენი მანქანა არ ფეთქდება რა. ან შეგიძლია დავაჯახოთ და უბრალოდ რესტარტის ბატონი გაჩნდება. ერთი კითხვა მაქვს. ეს ასეტები თქვენი გაკეთებულია ხო? ყველაფერი. და ეს მონაკვეთები ლეველების გაქვთ გაკეთებული წინასწარ და მე აწყობთ პროცედურულად რომ endless თამაში გამოვიდეს ხო როგორც მივხვდი. ხო, მაგრამ ჩვენ გვაქვს მოდელურად რომ გზები არის რაღაცა ბალახები, ხეები და მე გვაქვს აწყობილი სხვადასხვანაირი გზები, რამდენიმე ვარიანტი გვაქვს ასე ვთქვა და ის ვარიანტები მეორდება. ზოგი არის რომ მარტო მაღლა მიდის, ზოგი არის მარჯვნივ შეუძლია გააგრძელოს და მსგავს. გასაგებია. ეს წითელი ზოლი რაც ჩანს, ეს არის მანქანას საწავა, წინასწარ გვინდა რომ ვიცოდეთ რომ არ დაეჯახოს და ყოველი ახალი გზა რო ჩდება, გრაფის წერტილებს ვიტყვით რომ უბრალოდ იქ შეერთოს და მოგიძლია. გასაგებია. და ეს პიქსელიზებული ის რაც არის სპრაიტები, ეს თქვა საბოლოო თამაშიც ესეთი სტილი გაქვთ ხო ალბათ წარმოდგენილი. პიქსელირებულზე მივდიოდეთ კი, იმიტომ რომ უფრო არის ესე გვინდა რატო ხარ. გასაგებია. ახალი გამოწვევა იყო თან არტისტებისთვის და მაგით. მე ამქს. მადლობა. მადლობა. მოგესალმებით, ჩვენ თამაში ქვია Hound Mind-ი. მოკლედ პატარა background ისტორია რომ მოყვეთ თავარ პერსონაჟზე, რითაც მოგვიწევს ჩვენ თამაში. ეს იყო ადამიანი, რომელიც ინტროვერტი ადამიანი, რომელსაც უყვარდა მარტო სახლში ცხოვრება და არავის არ უშვებდა. გარდაიცვალა და სიკვდილის შემდეგაც არ მოისვენა და ვინც თავის სახლში ცხოვრობს, ცდილობს რომ გააგდოს. ეს არ არის ჩვეულებრივი სული, ეს არის უფრო კრეატიული სული, სახლში მცხოვრებ ადამიანს რაღაც ბანალურად არ აშინებს და არ გამოხდება, ის იყენებს კრეატივს და ცდილობს რომ ეს environment-ები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, რომ შეაშინოს ცხოვრები ადამიანი და გააგდოს სახლიდან. სისტემა როგორი არის, ჩვენ გვაქვს როგორც ხედავთ, კედლებში გავდივართ ჩვეულებრივად, არის წავაგეთ. Play against me. ნუ კონტროლები ჩვეულებრივად არის, ესე ვთქვით, სიარული და D-ში, რომ რაიმეს რო შევეჯახოთ და იმოქმედოს მაგ. აი ამებით ამ environment-ებით ვაშინებთ ჩვენ ის ცხოვრებ ადამიანს. ხო და ერთი კეჩი არის რომ თუ ერთი და იგივე რაღაცას გამოიყენებ ბევრჯერ აღარ შეეშინდება და suspension-ის range-ი ივსება. თუ suspension-ის range-ი შეივსო, წააგებ. ასე რომ რაღაცა კრეატივი უნდა გამოიყენო რომ მოიგო თამაში და შეაშინო. აქ პატარა easter egg-ი გვაქვს, რადიო არის და რადიოს თუ შეეხები, მიდი რენდომად თერაპიისთან ერთება ხმა მოგება ორავი სულეს იყო და ეს გიორგი ხო, ნიკა არის.
ჟიურის წევრებში ვინც ის იმათი ვიდეოებიდან ამოღებული და სულ ეს იყო. აგერ ჩემპიონი. კი ბატონო. ჩავწე ცოტა. მე მაქვს ერთი კითხვა, იქ იყო ერთი მომენტი, თითქოს სარკის ეფექტი იყო. ხო. და ეგ როგორ აქვს გაკეთებული? პოდკასტში აცენე კამერა დავაყენეთ. და იქიდან და ხედავს ეგ დავარენდერეთ კვადში. აჰა, გასაგებია. და აი იქ სხვა პერსონაჟს ხედავდი. ეგ ბაგი. ხო და ეგ ლეიერების მასკებით გაქვთ გაკეთებული? აჰა. ქალის მასკიაც არის ხო? გასაგებია. მადლობა. ეს ასეტები ალბათ თქვენ გააკეთეთ, ხო? რაც გამოიყო. რენდერ და განათება, ანუ ერთი განათება ზემოდან და ანუ საერთოდ როგორ წარმოგიდგენიათ ბოლოსკენ რო დახვეწოთ ეს თამაში რა განათების კუთხით რაც გაუკეთებდით დამატებით. განათების კუთხით ერთი რაც ჰქონდა, აი რა ქვია, ლამპერს რაიმებს ვაქრობდი, მაგითაც აშინებდი რა. ეგ მოვიფიქრე ჯერჯერობით და ხო ერთი კიდე აბელა მოვაწოდა ეგეთი იდეა რომ სურათები რაც იყო გასულიყავი და სხვა დიმენშენში გადასულიყავი. და სურათში შესულიყავი და აი ყოფილიყო ორი და გადაიქცეულიყო მე სამდე მადლობა. მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ ჩვენი თამაში არის ამირანის ცუგაზე. ეხლა ცოტა ბექსტორის მოვყვები რა. ყველა მიცით მიჯაჭვული ამირანი, მითოლოგიაში მას ყავდა ძაღლიც, რომელიც ცდილობდა მის გათავისუფლებას. ანუ ჯაჭვების ჩამოგლეჯას. ხო. მოკლედ თამაში არის იმაზე, რომ ეს ძაღლი ცდილობს, რომ ამირანთან მივიდეს, რომ თავისი ეს პატრონი გაანთავისუფლოს. თუმცა გზაში აქვს ბევრი დაბრკოლება. და ჩვენ ვეხმარებით, რომ ეს environment-ი გაუსუფთავოთ და გავუწმინდოთ, რომ წარმატებულად მივიდეს ამირანთან და გაანთავისუფლოს ლეგენდა კაცი. ხო, სანამ შეერთდება, მოკლედ თამაში დაწერილი არის Love2D-ში, ლუაზე, არ გვაქვს გამოყენებული game engine-ი დიდად და ასეტებიც უმეტესწილად ჩვენმა არტისტმა დახატა, ხმებიც ბიჭებმა მოგვაწოდეს და ხო მოკლედ რავი, ხელით არის დაწერილი ყველაფერი რა. ერთადერთი ვიტყოდი, რომ სინათლეზე არის შეიდერი გამოყენებული რაღაც library. ეგეთი ტურის არის და ვიხილავთ. ხო, მოკლედ ძაღლი თავისით მიდის, რამდენიმე მექანიკა გვაქვს, მაგალითად ეს ვითომ ორმოებია და აქ ჩადება შეგვიძლია მიწის რომ წარმატებით გადაიაროს. ასევე მოდიან არწივები და რომელსაც უნდა ესროლო. ასევე გვაქვს ტორნადო, რომელსაც კედელს თუ დაუდეთ, პარტიკლების სისტემა არის და თავისით ისხლიტავს, მართლა ხვდება კედელს. ასევე ეს ბნელი ტური გვაქვს, სადაც შეიდერით შეგიძლია გამოაჩინო ის გზა, რომელსაც უნდა გაყვეს ჩვენი ძაღლი. ასევე გვაქვს ცეცხლი, რომელსაც წყალი შეგიძლია რომ გადაასხა. და ამირანი, რომელთანაც ბოლოს მიდის და იგებ თამაშს. მოკლედ ბოლოს წყობას დავამატებ უცებ რა. რეალურად ანუ ბევრი მექანიკა არის და ცოტა უფრო რო შეკრა, უფრო დახვეწილი თამაში გამოვა რა. ეს ყველაფერი რავი ეფექტები, პარტიკლები, წყლის გადასხმა, შეიდერები, ანუ Love2D-ში არ არის არაფერი ჩაშენებული რა. ყველაფერი არის ისე აწყობილი და გაკეთებული. ხმებიც ადევს ყველაფერს იდეაში, თუმცა ეხა ვერ ჩავრთეთ. მაგრამ დამიჯერეთ ადევს. ორი შეკითხვა. ეს პარტიკლები რო იყო, ჩვეულებრივი ფიზიკა, რაც აქ box2D ეგ გამოიყენეთ, ხო? ლავის ფიზიკა იყო თუ რაღაც თქვენით გააკეთეთ, ხო? ხო. კი. ოკეი. და ანუ რამ გადაგაწყვეტინათ, რომ framework-ი გამოგეყენებინათ engine-ის მაგივრად? ხო, შესწავლილი. ანუ საინტერესო არის, როდესაც ხელით გიწევს ამ რაღაცებს აწყობა რა, პარტიკლები იქნება თუ რაღაცა შეიძლება ბევრი რაღაც. ოკეი. ხო, რაღაც ეს პუიტადრე არის და ვარისერჩეთ და უფრო
აჰა. ხო, ხა აქ მაგალითად არ გამოჩნდა რა, თუმცა მაგალითად წყლის ფიზიკაც არის გაკეთებული, რომ აჯანჯღებ ძალიან უნდა შეაჯანჯღებო, რომ გადმოისხას და ცოტა თუ გადმოასხი, ეგეც ითრექება და ცოტა აკლდება რა წყალს მარტო და ოკეი. ეგეთ რაღაც პოლიშინგი ცოტა აქვს. მე მაინტერესებს აი მაგალითად ღამის ტური რო იყო, ხო? თქვათ იქ ესე მარტივი შეიდერია, რომელიც ანათებს იმ ადგილს, ხო? და ანუ მაინტერესებს თქვათ მესმის დროში შეზღუდული რახან იყავით, ნუ შეიდერს დიდ დროს ვერ დაუთმოთ და აი რა ქონდათ უფრო ჩანაფიქრი და რა ვერ მოასწარით რა გრაფიკის კუთხით. ხო, ნუ რეალურად ჩვენს ვიცოდით, რომ ძალიან ბევრ მექანიკას ვერ მოვასწრებდით თავიდანვე, ამიტომ ცოტა შევზღუდეთ რა, ანუ სიმართლე რო გითხრათ, თავიდანვე გვინდოდა, რომ შავ ეკრანზე განათება შეგძლებოდა. ვაფშე საერთოდ თავიდან უბრალოდ წრე გქონდა ამოჭრილი თეთრი, რომელიც ტრანსპარენტობას ატარებდა რა, უკან ხედავდი რაც ხდებოდა, თუმცა მე პირიქით დავხვეწეთ და შეიდერი გამოვიყენეთ უბრალოდ წრის მაგივრად რა. რეალურად ჩანაფიქრი ეგ იყო. მაგაზე უფრო რამე ისეთ სხვა ჩანაფიქრი არ ქონდა რა, შავი რექტანგლი იხატება, ოდნავ ტრანსპარენტი და შეიდერი ან სინათლე ქათაუთს უკეთებს. მადლობა. მადლობა. გამარჯობა. მოგლეთ, ჩვენ ვართ ნოსტალგია ეგზე. და რაღაცა რეტრო სტილში გვინდოდა პლატფორმერის გაკეთება თავის რაღაც ემოციური სტორით. სტორი არის შემდეგი, გამოჩნდება ცოტა ხანში. ტყუპი დაძმა არის, მიდიაში კატები არიან, მაგრამ ნუ დაძმა არიან და ნუ რაღაცა გოგო თუ გინდა main character-ად აირჩიო, გოგოს აირჩევთ, მაგინდაც მას აირჩევ, მაგრამ ეგ ვერ მოვასწარით. და ერთ-ერთი მეორე ტყუპს გაიტაცებს ტყის რაღაცა ბოროტის სული. და მისი არის რომ ამ ტყეში მოგზაურობ, სხვადასხვა ability-ებს იღებ აი ყვავილების სახით და ამ ability-ების საშუალებით გარემოს სხვადასხვა რაღაცები უნდა გაუკეთო. მაგალითად ამ ჩანჩქერს გაყინავ და მხოლოდ შემდეგ შეგიძლია რომ გადაიარო. კიდე შეგხვდება რაღაც ობიექტი, რომელიც უნდა რაღაცა დაწვა და ისე გაივლი. მხოლოდ ეს ორი ის მოვასწარით. მაგრამ გვინდოდა მაგალითად აი ზემოთ რო პლატფორმა იყო, იქ უნდა რაღაცა სცენარი ამოსულიყო და იმაზე აცოცდებოდი ეგეთი ability-ც ყოფილიყო. და ერთი ესეთი ლეველი მოვასწარით, სადაც სამწუხაროდ მეტი ელემენტების ჩამატება არ გამოგვივიდა. ესეტები არის free pixel art ესეტები, ჩანჩქერი ჩვენი ნაჩალიჩარი არის. და დანარჩენი ერთი რაღაცა ტაილ სეტი არის, როგორც ეთყობა, რომ იმას ვიყენებთ. და აქ უნდა ყოფილიყო იდეაში რაღაცა ან მერჩანტი, ან რაღაც პატარა ისტერეგი და შემდეგ ლეველზე გადასასვლელი სეგმენტი. ასე დავამატებ, რომ ეს ჩვენი პირველი ის არის ექსპერიენსი, პირველად აი გოდო ავირჩიეთ, იმიტომ რომ თითქოს რაღაც უფრო მარტივი ის არის და რაღაც 1-2 საათი ტუტორიალი გქონდა ნანახი და იქნება რაც ხავქნათ. ეს თქვათ ქარაქტერი რაც არის, ხო ეს კატა. ესენი თქვათ უკვე აღებული არის, ხო ეს მოდელები თუ თქვენ გაქვს. ის ამ სპრაიტები ნაწილი ვიშოვეთ, ნაწილი გავაგენერებინეთ, ნაწილი ჩვენ გავაგენებთ. და რამდენად ახლო არის იმასთან, რაც თქვენ გინდოდათ თქვათ თავიდან? იცი რა, თავიდან საკმაოდ ახლო არის, ანუ ჩვენ ის როგორც გააკეთეს, როგორც უყურებთ, ანუ ჯერ რაღაცა ჩანახაზებით აკეთებდნენ და მე მიყვებოდნენ თავიდან. ჩვენ ანუ თავიდან რომ დავიწყდით, სანამ პირველ ნაწილს გამართული არ იქნებოდა, არ გადავდიოდით შემდეგზე. მაგით არის მარტო პირველი დასაწყისი რაღაც რა. და ანუ ხმაც აქვს ობიექტივით საუნდის ყველაფერი რა. ანუ უბრალოდ გაგრძელება გვინდოდა ის, რომ აი როგორც სახსენა დავითვარო, აი მავის და ძმა კატა თუნდაც გატაცებულად უნდა გამოიხსნან თუნდაც ამ ადგილიდან რა. ანუ ეგეთი შინაარსი. იდეა ეს არის, რომ ორივე რაღაც ტყის ჯადოსნური ბინადარია და თავისი უნიკალური ability-ები უნდა ქონოდა. ამას თავისი ability-ები, ამას თავისი ability-ები. ფაიერბოლი გაკინვა, რაღაცა პლატფორმების ამოწევა და ეგეთი რაღაცები. მე მაქვს შეკითხვა. ჯემზე გამოходит პირველად. ეს. აი გოდოტიც აღმოაჩინეთ, პროგრამირება, ეს ერთად მუშაობაც აღმოაჩინეთ და მოგეწონათ ალბათ, ხო? კი, თქმა უნდა. აი დამთავრდა ჯემი და სახში მიდიხართ, ყველას თქვენი საქმე გაქვთ. აი ამ თამაშს რა ბედი ეწევა? ხვალ და ზეგ და ერთი თვის მერე ეს სად იქნება? ამას დავამთავრებთ ალბათ, ან რაღაცა დონემდე მივიყვანთ. კი, იცი მოგეწონა სხვათაშორის, ანუ ეს თავიდან არ იყო ჩამოყალიბებული იდეა. აი მე ჩამოყალიბდა რა და დავამთავრეთ აუცილებლად. კარგი მაშინ. 5-6 ლეველი გააკეთეთ და იჩილზე ატვირთოთ ეგრევე.
კი და რაც ჩაფიქრებული ქონა და რაც აქ ვერ მოასწარეთ, ეგეც აუცილებლად რომ ამ თამაშს კონდეს თავის რასაც ქვია მუღამი რა, რაც გინდოდათ. წარმატებები და ძალიან მინდა რომ დაამთავროთ, იმიტომ რომ ძალიან პოტენციალის მქონე თამაშია, გითხარით კიდე წელს. დიდი მადლობა. მადლობა. გამარჯობა კიდევ ერთხელ მოკლედ. დავიწყე პირდაპირ იდეით, როგორი ტიპის თამაში შევჯერდით, ეს არის low poly, ესე ვთქვათ, combat ტიპის first person თამაში და თამაში მთელი არსი ის არის, რომ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ ჩვენ ირგვლივ არსებული გარემო. თამაშის მსვლელობისას გვაქვს რამდენიმე რაუნდი და თითოეულ რაუნდში გვყავს რამდენიმე მეტოქე. ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ ცეცხლისა და წყლის სპირიტებს, ეგრე ვთქვათ, რომელთა დამარცხება შესაბამისი ძალებით შეგვიძლია. ასევე გარდა კომბატისა თამაში სრულად ინტერაქციულია და როგორც ხედავთ, ნიადაგის ამოძრავება, თითოეული ელემენტის ხელში აღება და ასე ვთქვათ, წყლის იმპლემენტაციას გაკეთებული გვაქვს, რაც ძალიან საინტერესო ამ შემთხვევაში და მიხვდებოდით ინსპირაცია საიდან გვაქვს აღებული. რაუნდებში ასევე მეტოქეებს ვიტყვი. გარდა წყლისა და ცეცხლის სპირიტებისა გვაქვს ჰაერის სპირიტი, რომელიც ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მეთოდით უნდა დავამარცხოთ, რომელსაც ვიხილავთ თამაშის მსვლელობის დროს. გარდა სპირიტებისა გვყავს ასევე გოლუმი და ზომბი, რომლებიც ჩვენი ძალებით შეგვიძლია დავამარცხოთ, ამ შემთხვევაში წყლის, ჰაერის და ცეცხლის გამოყენებით. გოლუმი, რომელსაც შეუძლია ნიადაგიდან ამოიღოს ობიექტი და გვესროლოს, ასევე ამგვარად შეგვიძლია გოლუმიც იმავე ძალებით დავამარცხოთ და ისიც აღსანიშნია ასევე, რომ თუ სიტყვაზე წყლის სპირიტს წყლის გამოყენებით დავამარცხებთ, ის პირიქით გაძლიერდება, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი და იგივე ნიშანი გამოვიყენით. ანუ მათთვის თითოეულ მეტოქეს, ესე ვთქვათ, სიძლიერე და სისუსტე აქვს, ესე ვთქვათ რა. ეს აქ ხედავთ, ესე იგი, ჰაერის სპირიტს და მისი დამარცხება იმ მეთოდით შეგვიძლია, რომელსაც ახლა ვიხილავთ. ეს არის, ესე ვთქვათ, ვაკუუმის ბუშტი, რომელიც ასე ვთქვათ, ჰაერის სპირიტს სრულად აქრობს და ნიადაგიც როგორ ხედავთ ინტერაქციულია და სრულად ერგება თამაშს. შემდეგ ეტაპზე ცეცხლის სპირიტები გვყავს და ცეცხლის სპირიტები წყლის გამოყენებით უნდა დავამარცხოთ. ცეცხლზე ზუსტად იგივე მეთოდია გაწარილი, რომ შეგვიძლია წყალი გამოვიყენოთ მის საწინააღმდეგოდ. ამ შემთხვევაში წვიმა წამოვიდა და ცეცხლის შესაბამისად ჩაქრა და შემდეგ რაუნდში საუნდებიც ჩვენი გაკეთებულია, ასე ვთქვათ. შეგვიძლია ვიხილოთ თამაშის მსვლელობა. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ წყლის გამოყენებით ვამარცხებთ და ის პირიქით ძლიერდება ამ შემთხვევაში. ცეცხლის გამოყენების დროს მათ სიცოცხლე აკლდებათ. რაც შეგვიძლია ვიხილოთ ასევე. კი ბატონო, ეგეთი ფუნქციაც გვაქვს ასევე გაწერილი. ასევე გამოსარჩევია ის, რომ აქ რასაც უყურებთ ამ ხარისხს, ყველაფერი არის ჩვენი ხელით გაკეთებული და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დაგენერირებული და ანიმაციებით ჩვენი ხელით და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ესე ვთქვათ გაკეთებული. გარემოს რასაც უყურებთ, ყველაფერი არის შეიდერებით და პარტიკულ სისტემებით და ფიზიკებით, რომელსაც ჩვენი მეგობრები გიგიდათ ხამუშავება. კი ბატონო. თუ გინდათ ტექნიკურ საკითხებზე მიკროფონს თქვენ მოგაწონდეთ. მე მაქვს ერთი შეკითხვა ამ იმაზე ვიზუალურ შეიდერზე. ანუ cell shaded რაღაც ეს არის, ხო? ანუ მაგისტრის რა გააკეთეთ Unreal-ში? ანუ როგორ გააკეთეთ ეს cell shaded? ნაწილია ამ cell shaders-ს. სამი ნაწილი აქვს რა ძირითადად ამ cell shaders. ერთია foggy, მეორეა luminosity-ს override-ი, რომ უფრო მეტად ქართუნის სახე მიიღოს და მესამე იყო outline-ები. შავი outline-ი აქვს, თუ შეამჩნევთ ქართუნის სახეს აზრებს კიდევ ერთ. კი, ძალიან ლამაზი შეიდერი. გაქვს შეკითხვა იმაზე? მე მაინტერესებს კიდე ბლოკებზე, ანუ ეს
რამდენი ასეული ბლოკია ამ აგლებელში, იმიტომ რომ როგორც ვთქვი, ანუ სათითაოდ ამოხება და ის ხო შეგიძლია და ანუ რაღაც გეომეტრია და იქვე ბლოკი იქმნება და იმას აკლდება და ისე აკეთებ თუ უბრალოდ ბლოკებია ერთმანეთთან? სამწუხაროდ მაგისკენ ანუ პერფორმანსის ოპტიმიზაცია ვერ მოვახდინეთ, უბრალოდ ინსტანს მეშებია და ანუ მეტი შორს ვერ გავედით ფიზიკურად ვერ მოვახერხეთ, იმიტომ რომ აბილიტებზე ვიყავით კონცეპტუალურად. ანუ იმ ერთ სეგმენტში არის ის ბლოკები, ხო? ოკეი. მაგაზე იმიტომ მაინტერესებდა რომ ანუ 1000-ობით ბლოკი უნდა იყოს და ყველა. იდეაში surface-ი არის გადაფარებული და ლოგიკა არის რომ 8-4 ქვემოთ გაჩნდეს მაგ დროს და დაგენერირებული არ აქვს ქვემოთ. კაი solution-ია. მადლობა. შემდეგი არის ბაიტი. მოკლედ ჩემი გუნდის სახელია, ნუ მარტო ვარ, მაგრამ გუნდი ვარ, ByteBit და თავიდან გადავწყვიტე რომ შემექნა Combat Slasher-ი. მაგრამ ბოლოს არასწორი ლოგიკის ფიქრის შემდეგ მივხვდი რომ არასწორ გზაზე მივდიოდი და მთლიანად მომიწია ანუ მთლიანად გადაკეთება თამაშის. მთლიანად მომიწია თამაშის გადაკეთება. ანუ იდეა ის ქონდა რომ ანუ ეს ბარბარიანი ქალი უნდა წასულიყო სლეშერი ანუ დაეხოცა ყველა და გასულიყო ბოლოში. და ბოლოს გავაკეთე ესეთი რაღაცა რა. ეს თუ დავიჭირე, კაი იქნება. მოდი აქ. ბოლოს მინდა რომ აქ. ან ისიც დავამატე, რომ კედლიდან კედლებზე ეხტუნავა და ზემოთ ასულიყო. всё, ამის მეტი ვეღარ მოვასწრე ვინაიდან ეს ასეტები თქვენი არის თუ გადმოწერეთ? ეს გადმოვიწერე. გადმოვიწერე. და აი განვითარებას როგორ ხედავთ მაგალითად თამაშის? რავი, განვითარებას მინდა რომ დავამთავრო რა. მინდა რომ სიტყვაზე იმ ჩანჩქერის ქვევით ჩავიდეს, იქიდან გასასვლელი ნახოს სხვა სამყაროში. და მე ეგ დაიწყოს. ანუ სტორი მოფიქრებული გაქვს. ნუ დაახლოებით. დღეს დილით მოვიდით და დაახლოებით მაგდაგვარი სტორია. აი და ის რომ შეგეცვალა გეიმპლეი პერსონაჟის შეცვლასაც ხوار ფიქრობ, ანუ ეხლა არა. ხმალი და რაღაც ვერ ჯდება კონტექსტში, იმიტომ რომ ვერ იყენებ. კი. ანუ ეს environment რაც იყო დავალება, ანუ მთლიანად მაგაზე გადავიყვანე, არა და ხმლის კომბატ სისტემაც ჰქონდა თითქმის აწყობილი. და შევეცდები რომ უფრო კომბატ სისტემზე ისევ გადავიყვანე, მაგით დავალე. გასაგებია. მადლობა. მადლობა. აპატია. ფელიქს მადლობა. მოგესალმებით. თემატიკიდან გამომდინარე, შევქმნით სხვადასხვა მექანიკები, რომ მაქსიმალურად გვეკონტროლებიან environment რა. პირველი იქნება ლეველი ტუტორიალის და ტუტორიალის ლეველში გაჩვენებთ რა მექანიკები გვაქვს და მაქედან გამომდინარე გავივლით პლატფორმებს რა. პირველი მექანიკა გვაქვს ლევიტაცია, ობიექტების მოძრაობა და რაღაცები შეგვიძლია. თამაშს ეტერნუმი. შემდეგი მექანიკა გვაქვს ობიექტების წამოწევა მიწიდან და ისევ დაბრუნება მიწაში. შემდეგი მექანიკა გვაქვს სხვადასხვა ზომის ობიექტები, რომ გამოვიძახოთ, იმიტომ რომ პაზლებში სხვადასხვა რაღაცა დაგჭირდება, მაგალითად პატარა ობიექტი, დიდი ობიექტი, საშუალო და ასე შემდეგ და მაქსიმალურად რო გვეკონტროლებინა environment-ი, შემოვიგეთ დროის კონტროლი. და დროის კონტროლი მუშაობს შემდეგნაირად. აი ეგ ნივთი, მაგალითად ახლა ვართ ნიშანი გვიჩვენებს რომელ დროში ვართ. ახლა ვართ აწმყოში.
დაწყოში რამეს რო გავაკეთებთ, მომავალში იქნება. მაგრამ წარსულში გაქრება რა. წარსულში რო გავაკეთებთ, შემდეგ მომავალ დროში იქნება, მაგრამ მე გაქრება რასაც მომავალში გავაკეთებთ რა. ახლა დავითი გაივლის ტუტორიალის ლეველს და გაჩვენებთ ამ მექანიკების დახმარებით პაზლები როგორ უნდა გავიაროთ რა. აწყობს ახლა კიბეს, ამ კიბეზე და გაივლის ლეველს. გააღებს კარგად და შევა, ოკეი. რა ხდება ახლა ამ ლეველზე? ამ ლეველზე არ შეგვიძლია არანაირი ობსტაკლის გაკეთება. უნდა გამოვიყენოთ მეორე მექანიკა. მეორე მექანიკა დროის ცვლილება რო გვაქვს, შევსვით ახლა დროს, წავალთ წარსულში. წარსულში ნახავთ, რომ არაფერი გასასვლელი არ გაგვიშთა, მაგრამ ახლა მომავალში რო გადავალთ, ვითო დაძველდა ეს კედელი რაღაცა ხავსი მოვიდა, ჩამოინგრა და გავედით რა. გავიდა ახლა შემდეგი ხეები გაიზარდა რაღაც შევედით. და პირველ ლეველი. პირველ ლეველში ხედავთ პლატფორმას, ზედა პლატფორმას და კარებს. და იმ კარებში როგორ უნდა მივიდეთ, არ ვიცით რა. და ავიდეთ პირველ პლატფორმაზე, ნახოთ გადავხედოთ ლეველზე რა ხდება რაღაცა დავათვალიეროთ, როგორ შევძლებთ გავლას. და ხო, კიდე ლიმიტი გვაქვს ობიექტების გამოძახების, მხოლოდ 3 ობიექტის გამოძახება შეგვიძლია და შემდეგ პლატფორმა ძალიან შორსაა რა. კიდე სხვა დროში დავუბრუნებთ, ნახოთ აბა რა ხდება უკან. აი, მომავალში გამოჩნდა პლატფორმა, ვიღაცა გააკეთა ალბათ რაღაცა. გავიკეთა გზა, გადავიდეთ ახლა შემდეგ პლატფორმაზე. ისევ basic კუბიკების შენებით რაღაცებით. გადავედით. ხო, უკან არ დატოვოთ, თორე მე ლიმიტი რო გვაქვს, ვერ გადავალთ. მიდი უცებ. Okay, let's go. შემდეგი ლეველი. რა ხდება ახლა აქ? აქ შენება არ შეგვიძლია, ხე გამხმარია, გვიშლის ხელს, ვერ გადავდივართ. სხვა დროში გადადინახე, აბა რა ხდება? ხე იზრდება, რაღაცა ფოთლები გამოდის, მაგრამ მაინც არაფერი არ ხდება, ვერ გადავდივართ პლატფორმაზე. ხედავთ ქოხს, შედი ქოხში. ქოხს ხედავთ ღილაკებს. რა ხდება ახლა ამ ღილაკებთან? მიდი ჰინთი აიგე და გვესმის მელოდია. მაგრამ გავიგეთ 4 ნოტი, გვაქვს მხოლოდ 3 ღილაკი. და გადავიდეთ ახლა სხვა დროში ვნახოთ სხვადასხვა ღილაკები. ეს ღილაკები გამოსცემს ნოტეს, პიანინოს ნოტები და რაღაცეები. და ახლა უნდა გავიმეოროთ ის პიანინოს მელოდია, რაც გვქონდა. და რესტარტე ეს ყველაფერი და გავიაროთ მელოდია. ჩვენ დაზეპირებული ვართ ასეთია. წარსულში შუა, აწმყოში მარცხნივ, აწმყო მარცხნივ. და მომავალში მარჯვნივ და შუა. გადი ახლა? აჰა, success. თუ არ გვაქვს? არ გვაქვს? კაი, თავიდან. აწმყოში შუა, აწმყო არა, ნახე, წარსულში. ნახ ჩვენს დავიბენთ რა, იმენა. გავიდა? არა, წარსულში უნდა გავიდეთ. გავიდა, ოკეი, ხო რა. ჩვენც ვერ გავდივართ აბა ეს. კითხვები? თვებს რო აკეთებთ? გეიმ ობიექტების აქტივაციებს აკეთებთ? ანუ ობიექტების აქტივაციებს არა. სკრიპტი გვაქვს, რომელიც მალავს ვექტორებში და ის იმ ვექტორს გამოვაქვს მე რა. აქტივაციას სეტექტივი ხდება? არ ვიცი, დავით მაწერა სკრიპტი რა. ხდება, ანუ? სამივე ლეველი წინასწარ არის ჩატვირთული. ყველაფერი სცენაზეა? არა, სხვადასხვა სცენაზეა. აჰა, ხო, 3 სცენა გვაქვს და წარსული სცენა სხვაგან გვაქვს. სცენებს შორის გადადიხარ? აა. და მაგრამ ობიექტებს ვინახავთ, მაინც რო დროში გქონდეს რა. აწმყოში რო ობიექტი გავაკეთეთ, მომავალში რო შევინახოთ, მაგრამ მომავალიდან რო არ გადავიდეს წარსულში. ქვა რო შევქმნა, 3 ქვა იქნება ჯამში, ხო? თასამყაროში. აჰა, კი და აი, ფასტში რო შევქმნა. ხო, მაგრამ ფასტში რო შექმნა, იქაც ორივე შეიქმნა რა. ერთი კითხვა კიდე, ჰორიზონტალური ზედაპირებიდან რატო ვერ გააკეთეთ სიტყვაზე იმეების ამოღება? მაგდენი არ ვიცოდით. რაც ვიცოდეთ, ეგ გავაკეთეთ რა. იმიტომ რომ იქ ერთი მომენტი იყო პლატფორმა რო არ იყო, მე ვიფიქრე რომ გვერდიდან გამოწევენ და გადახტებიან. ჩვენც ეგ გვინდოდა, მაგრამ დრო არ გვეყოდა თან არც ვიცოდით რა. გასაგებია. მე აღარ ამახ. თქვენთვისაც პირველი არის ხო ეს ჯერ? ვაში პირველი თამაშია ყველაფერი. ხო და რას აპირებთ? აი ძალიან დიდი პოტენციის მქონე თამაშია. მე გუშინ თორნიკეს თქმა მომცა ინსპირაცია რომ ამით გავაკეთო რაც ფიზიკის ენჯინი და ფიზიკის სასწავლებელი რაღაც იყოს თამაში რა რომ ფიზიკა თამაში რატო არ გინდა რომ გააკეთო? თამაში მინდა რომ იყოს ფიზიკასთან დაკავშირებული ხო რა. რაც ფიზიკის ექსპერიმენტები თამაში რო ჩაატარო რა. რაღაც მსგავსი. ანუ აქ ბევრი თამაში ვნახეთ, ზოგი 2D, ზოგი 3D და თქვენ რა ეტაპზე გადაწყვიტეთ, რომ 3D თამაშზე გადასულიყავით და რა უპირატესობა
რა უპირატესობას ხედავთ მაგალითად რომ 3D-ია და არა 2D? ჩვენ არტისტი ყავდა 3D რა და ავტომატურად 3D გადაწყდა. და მაგიტო დაგვეხმარა ეგ არტისტის ქონამ დაგვეხმარა მაგის არჩევაში რა. თორე 2D-ს ვფიქრობთ თუ ეჭველი არტისტი რო არ ყავთ. ანუ თავიდან 2D იყო მაინც. თავიდან იდეაში 2D იყო და მე არტისტი რო გამოჩნდა გადავედით 3D-ზე რა. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ თამაშს Axel of Light-ი. ჯგუფში მუშაობდით 3 კაცი, 3-ვე სხვადასხვა რამეს ვასრულებდით. თავიდან ბოლომდე არის ჩვენი გაკეთებული. არტი ჩემი, ყავდა sound engineer-ი და რა თქმა უნდა პროგრამისტი. თამაშის შინაარსი არის, რომ ხარ ბუძი და ჩაოლებრივად საერთნებდი და ჩავარდები მიტოვებულ ბუნკერში. უბრალოდ კაცი. ჩაოლებრივი კაცი. ბუნკერში როცა აღმოჩნდები, შენი ერთადერთი გზამკვლევი იქნება განათება და ასევე ფორმა რადიაციის საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ აღმოჩნდება, რომ ეს ბუნკერი არის რადიაციის radiation waste თუ რაღაც. და ამიტომ არის გაჭედილი ზოგი ნაწილი, სჭირდება ამოძრავება რეაქტორების და ასე შემდეგ. მთავარი მექანიკა რაც არის რომ აქედან ამ ბუნკერიდან რომ გახვიდე, გჭირდება რომ გაიარო მეიზი და მეიზი იცვლება, ამისთვის გჭირდება რაღაც რიჩაგები და ასე შემდეგ, რომ მეიზის მიმართულება შეცვალო და გაიარო გზა. არის სხვადასხვა ნოუთები, ისტერეგები. კონდა კიდევ ბევრი იდეა რადიაციასთან დაკავშირებით, აქ ვერ ჩავუმატეთ, ვერ მოვასწრეთ ჩამატება. აი როგორც ხედავთ, აქ გვაქვს გენერატორი, რომელიც უნდა ჩავრთოთ. აი გავააქტიურეთ და ამიტომ ავიღეთ. ნუ განათება გაქვს ლიმიტირებული წყარო, მე რიჩარჯინგი სჭირდება. დაარტყა ერთი კარგად და მე გააგრძელებს მუშაობას. ნუ ეს გენერატორები ცუდად მუშაობს, იმიტომ რომ წყლობით მიტოვებული იყო, ამიტომ ჩვენ გვჭირდება მაგის სამუშაოება. ვიპოვეთ მთავარი აიტემი, რითიც ხსნით მეის, უბრალოდ ვამოძრავებთ მეის. ნუ აქ ტუთორიალის არის, ნუ რა რასაკეთებს და როგორ მუშაობს, წერია ყველაფერი. როგორც ნახეთ, მეიზი შეიცვალა და გაიარა ჩვენმა კაცმა. ჩანს რომ გზა იქეთ უნდა გავიაროთ ჩვენ. ეს არის მთავარი მექანიკა, რომ ამოძრავე იქეთ-აქეთ მეიზები, რომ გაიკვლიო გზა და განათებას იყენებ, რომ აიტემები და რაღაცები გამოიყენო. მადლობა. კითხვები. გისმენთ აბა. თამაშის სირთულე. თამაშის სირთულე. აქ ეხა კარგად არ ჩანს, მაგრამ მეიზი უფრო რთული არის, უფრო რთული გასაკვლევი არის
და ნუ რამოდენიმე ვარიაცია უნდა ჩაცადო თუნდაც აი ეს მოძრავი მეიზის ნაწილებით, რომ ბოლოს მიხვდე რა სადმა გაიარო გენერატორის ხმით უნდა მიაგნო გენერატორს და ასე შემდეგ. ზოგადად თამაში უფრო ბნელი იყო და ყველა ანუ ერთ-ერთი გამკლევი იყო თავად შუქი, მაგრამ ამაზე ვერ მიხვდით თქვა ბოლომდე როგორ შუქზე გამოჩნდებოდა კარგად ყველაფერი. ამიტომ განათებულია ვიდრე უნდა იყოს. და ასევე არის ნაწილები, რომლებიც ანუ ბოლო არა, ანუ ჩიხები როგორც ასეთი და პლეიერი როგორც ასეთი ჯერმან წავიდოდა, მერე დაიკარგებოდა, მერე ისე უკან წამოვიდოდა და საბოლოოდ გაგნებაზე იყო. ანუ სირთულე არის ის, რომ შეიძლება დავიკარგო ესე. დაიკარგო, იმიტომ ბევრი ჩიხი არის და ხმებზე ორიენტირებულია თამაში. არის? რა მოხდა? მადლობა. მადლობა. მადლობა თქვენ. გამარჯობა პირველ რიგში. ჩვენ ქვია ჯიმარა, იმიტომ რომ სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრეთ და ეს არის ჩემი ენჯინის შიგნით გაკეთებული, რომელსაც ქვია ჯიმარა და უბრალოდ ენჯინის სახელი დავირქვით. ეს არის ჩასართავი. ოკეი. ენჯინი 3D-ია, ამიტომ გადავწყვეტეთ რომ გავუკეთებინა 3D თამაში და არის უბრალოდ მარტივი ფიზიკური ინტერაქციები და მიზანი არის რომ რაღაცა environment-ი ან მოვატრიალოთ, ან რაღაცა შევცვალოთ ფიზიკურად ამ environment-ში, ისე რომ შემდეგ stage-ამდე მივიდეთ. საბოლოო მიზანი იქნება რომ იყოს პატარა ხმაური და ამ ხმაურში ეს ჩემი გაუგებარი ლაპარაკი ცოტა დაიფაროს. აქ არის ქარი. ეს ქარი გვაგდებს. ჯოისტიკი ახლა გიორგის უჭირავს. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს ქარი ნამდვილად გვაგდებს. ისროლ არ ზარბაზნით ნაქვია ეს რკინის ბურთულა და მოხდა იმ ტრიგერს. ტრიგერმა გამოიწვია ამისი ჩაკეტვა და ქარიც გაჩერდა. გაჩერდა არა, მაგრამ დაიბლოკა ყოველ შემთხვევაში. ეს ფლიანი სტეიჯი ტრიალდება ამ ტრიგერზე შეხებით. ეს ტრიგერზე შეხება რაღაც მომენტში ვიფიქრეთ რომ ამე ცოტა უფრო ისეთი გავუკეთებინა, მაგრამ საერთოდ ჯამში მეტი პაზლის მოსწრება იყო ამოცანა და არა როგორ გამოიყურება, მაგითო აღარ გავუკეთებია. ხო. აქ არის ერთ საინტერესო მექანიკა, სადაც ვერ წუდებით ორ ზარბაზანს და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ, რომ იქით კედელი გავამტრიოთ. ამ კედელს გავამტრევთ იმით, რომ ზარბაზნები ერთმანეთს გადაებმევა. ბატონო, ზედა პლატფორმა არის მაღლა, არა აქ ისევ ქარია და ეს ქარი დაგვეხმარება ამ შემთხვევაში. კი ბატონო და ახლა არის საბოლოო მიზანი, რომ მე გავჩუნდე. ჩემი ხმა უნდა გადაფაროს ახლა ამ ზარბაზნებით და ალბათ მიხვდებოდით რა 4 ზარბაზანია, შეგვიძლია წრე შევკრათ. და სამუდამოდ იხმაურონ ამ ზარბაზნებმა. გეიმპლეის ნაწილი ეს არის. სხვა რავი. ეს მოდელი სადღაც წარსულში მქონდა გაკეთებული და იქიდან ამოვქეკეთ. მოდელები რა სხვა ხეები ინტერნეტში ენაპოვნი, ტექსტურებიც ინტერნეტში ენაპოვნი, ეხლა კუბიკს არაფერი გაკეთება არ ჭირდება. ზარბაზანი თასა. კი. მეგა. ამაკ მე ეს აგურები რო ჩამოინგრა და ბურთი რომ მიკორავდა და რაღაცა ეგ ფიზიკსი იყენებ? ფიზიკაა კი. ფიზიქსი. NVIDIA-ს ფიზიქსი. ოკეი. მე მაქვს შეკითხვა შენს ენჯინზე, ანუ რამდენად გამოსცადე game jam-ში და რამდენად მზად იყო აი თამაშის გასაკეთებლად და შემდეგი ჯემისთვისაც თუ გამოიყენებ. შემდეგი ჯემისთვის გამოვიყენებ. ალბათ უფრო მზად იქნება. თვითონ ეს workflow იმაზე უფრო კომფორტული აღმოჩნდა ვიდრე ველოდებოდი სიმართლე რომ გითხრა. მაგრამ 1-3-4 ბაგი ვიპოვე და გავასწორე თვითონ game jam-ის დროს.
მადლობა. მაინტერესებს. ეს ლეველი ხელით ჩაჰარდკოდებული გაქვს რაღაც ერთ ფაილში, რომელიც სპაუნავს ამას თუ იმას თუ ედიტორი გაქვს დაწყობილი, რომელიც შენი ენჯინის რენდერერს იყენებს? კი. ხო, ანუ შენი აწყობილი ედიტორია. კი, რამდენი ვიუპორტსაც გინდა ამატებ, ყველა ვიუპორტი ერთდროულად დაგირენდერებს, გამოგიჩენს, არ არის პრობლემა. ოკეი. გიზმოების რაღაცეები არის, შეგიძლია შენი გიზმოების ჩაამატო კასტომი, ეგ აქვს. და ამ არსებულ, ანუ შენს ენჯინში თქვათ, რაც ქონდა გრაფიკა მხარდაჭერილი. აი თქვათ რა იყო, რაც თქვათ ფიქრობ, რომ მომავალში დაგჭირდება, რომ დაამატო. არის ray tracing-ი დაემატება მალე. ჯერ არ აქვს. სხვა პარტიკლები გაქვს, ხო, ალბათ. დამატებელია არის რაღაცა თმის და იმის ბალახის და ეგეთი რაღაცების სიმულაცია, რომელიც ასევე მინდა რომ ადრე თუ გიან ჩავამატო და ჯერჯერობით არ არის და ამ შემდეგ. იქ ცოტა ხმამაღლა თქვი მიკროფონში, თორე ალბათ არის. არა ხო? ხო, გასაგებია. კარგი, მადლობა. და რამდენი ხანია ამ ენჯინზე მუშაობ? უხეშად ესე 4-5 წელია. მაგარი. ოღონდ ეს სრულ განაკვეთზე მუშაობის ეკვივალენტი არ არის. ოკეი, მადლობა. მადლობა. კარგი, დავიწყებ მაშინ მე მაქამდე. მოგესალმებით ყველას. მე ვარ მათი გოგებაშვილი და დღეს წარმოგიდგენთ ჩემი გუნდის მიერ შექმნილ თამაშს სახელად No Way Out. თამაში არის პლატფორმერი. ეს რა თქმა ხარისხი დაეკარგა სამწუხაროდ. ასევე აქვს პაზლის მექანიკები აქვს დამატებული. თემიდან გამომდინარე გვინდოდა რომ ჩაგვემატებინა ეს გარემოს მართვა, ასე ვთქვათ. ამისთვის გვაქვს მაგიური ფანქარი, რომელთაც შეგვიძლია ასეთი პლატფორმების გაზრდა. თამაში ასევე გვაქვს დამატებული პატარა სტორიც, მოკლედ უფროსი ძმა, აი რომელიც მთავარი პერსონაჟია, უნდა გადაარჩინოს თავისი უმცროსი ძმა, რომელსაც ჩაუფიქრებს, რომ ასე ვთქვათ, ერთი დღით გაქრეს თავისი ცხოვრებიდან. რადგან ძალიან აბრაზებდა ეს უმცროსი ძმა. ხო და ეს სურვილი მართლაც აუხდება მოთამაშეს და თავის პატარა ძმას წაიყვანს რაღაცა მონსტრი, ასე ვთქვათ. ეს სტორი გვინდოდა cutscene-ში გავუკეთებინა, მაგრამ დრო აღარ გვეყოდა. ვეღარ მოვასწარით. შემდეგ ლეველზე გადასასვლელად საჭიროა რომ პორტალში გახვიდე. თამაში ანუ თქვათ როცა მოკვდები წესი თავიდან უნდა დაიწყო. იმიტომ რომ გვინდა რომ ძალიან რთული იყოს, ასე ვთქვათ და roguelike-ის სტილში იყოს. ახლა სატესტოდ ეს არ გავაკეთეთ, რათა თამაში დროს ჩავტეულიყავით და თამაში მთლიანად გვეჩვენებინა. თამაშის მიმდინარეობისას ხსნით მეორე ფანქარს, მაგიურ ფანქარს, რომელსაც შეგვიძლია უკვე სცენარების გაზრდა, რომელსაც ახლა გაჩვენებთ. ხო, რაღაც თვითონ თამაში რაღაც მაგიურ სამყაროში მიმდინარეობს, გამოგონილ სამყაროში. მე თამაშის პროგრამისტი ვიყავი, თამაში ING-ში მე მუშაობდი. საბა ანდიაშვილი იყო მხატვარი, ასე ვთქვათ. ნახევარი უფასო ასეტები გვაქვს გამოყენებული, ნახევარი რაღაცები ჩვენით გვაქვს დახატული. ცოტა გრძელი აქ რა ქვია. ხო, ეს მაღლა აჩვენებს დაცლილია თუ არა ეს ფანქარის მელანი, ასე ვთქვათ. დროს რაც შეეხება, ანუ ეს დრო როცა მოიწურება, თამაში სრულდება. ანუ ამ დროში უნდა შეძლო და ყველა ლეველი დახურო. სულ არის 10 ლეველი. სამწუხაროდ ბოლოს მე 10 ლეველის გაკეთება ვერ მოვასწარით.
ბოსი გვინდოდა გავუკეთებინა მე-10 ლეველში, მაგრამ დრო აღარ გვეყო. ამ ლეველში რაღაც მონსტრი მოგდის, რაღაცა გლიჩი მოგდის, ხო? ამ თამაშს სხვათა შორის მგონი მარტო მე გავდივარ. ცოტა რთული გამომივიდა და ორი და იმიტომ აურჩიეთ, რომ უფრო მეტი გამოცდილება აქ გვაქვს და გვინდოდა რომ თან დროშიც ჩავტეულიყავით, რადგან 48 საათი არ არის ბევრი დრო და ხო ეს უნდა ყოფილიყო მე-10 ლეველი, თუმცა ვეღარ მოახერხეთ დასრულება. მადლობთ ყველას. კითხვები თუ გაქვთ? ფეზიდან გქონდათ ინსპირაცია? თუ ხო. როგორც ანუ ის ასეთ იმასეთზე ანუ top down-ის ის იყო რა პერსონაჟი იყო და ჩვენით ასე ვთქვათ დავხატეთ რა, გადმოვაკოპირეთ. გადააკეთეთ. ხო. მადლობა. ამე კოდი დაახურეთ, ოღონდ ფლანური. ხო, მოვხდები. აპირებთ ამ თამაშის დამთავრებას. კი, აუცილებლად. გვინდა რომ სხვადასხვა სამყაროები გავაკეთოთ. ეხლა ეს პირველი სამყაროს პირველი 10 ლეველი უნდა ყოფილიყო წესით. შემდეგ ანუ ამით თამაში არ სრულდება, როცა შენ ძმას იპოვი. რადგან შენი ძმის გადარჩენა შეძლება, მაგრამ შენ ამ სამყაროში, ასე ვთქვათ, დარჩები რა. პორტალი ქრება. ამ თამაშს აუცილებლად დავახსოვოთ. ისე შენ და შენი ძმა რო თამაშობდეთ multiplayer თუ გიფიქრია ორზე. Co-op-ი, კი, საინტერესო იქნებოდა, მაგასაც აუცილებლად დავამატებთ მომავალში. მადლობა. მადლობა. Hello guys. I'll try to speak with you in English because I don't know Georgian, but I think you know English too, so we don't have issues here. So our game, it's about operating a nuclear power plant with operating control, as you see here, but we had it was a big significant issues with Unity. It's crashed our build. But we have a few working functions that I'll explain now. So as you see, main game feature is operating the power of power plant. Turn on it. So as you see, there is a arrow with power. And you need to, don't blow it, please. So you need to don't blow it because when it become more than 1,000 megawatts, it will blow, and you need to make it lower. What happened? Okay, down. Yes, and you have a few emergency buttons to, for example, shut down the power plant to not blow it, and you need to do some tasks that came from government. For example, like up to 800 megawatt or 500 megawatt. But our feature was like to you can lie the government because you may blow the power plant if you will do a plan, so you may lie, but you will lose some scores of government trust. And if trust will become 0, you will lose. So, what next? Show it. So, that's it. I think that's it, yeah. Wait. Do you have a question? I think no. კითხვები გაქვთ? So as I understand correctly, whole game is you're just looking at the control panel, and then
do Yeah, stuff you need there? to control to don't blow a power plant. So that's the whole. So you stay in this environment the whole game. Right? Yes. Okay. But as a developer of this game, I can tell you that these two arrows, it's extremely high to like make on a like same level because I don't know, it's blowing. Okay. So did you made this 3D model yourself? Yes, or? all 3D models was made by our 3D artists. Yeah. Was it done during this competition? Yes, Okay. yes, here. All from scratch. Okay. And what engine did you use? Huh? What engine did you use? Is it Unity? Right? Engine, Unity engine. As you see, it's a Unity engine. Okay. Was this sort of gameplay inspired by Papers, Please, or something similar? Yeah, maybe it's a bit control panel, like a view. But the main idea of power plant, it's by ours. Yeah, but like you doing, menial labor, and then there's the government telling you to do this and stuff like that. Please don't touch. Or you about this game talked? I'm talking about like Papers, Please. Have you played that game? No, it's not about Papers, Please. Oh, please don't touch the red button. Is that? Yeah, please don't touch the red button. But there is please don't touch the red button. Most of all, it's like a logical solving game, and this is action game. You should play Papers, Please. It's you can learn some game design stuff from that. Yeah, it will be okay. useful for your game. Thank you. Yeah. That's it. Thank you. Thank you. მოგკლედ მეგობრებო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისთვის. ჰაკათონების, გეიმ ჯემების და ესეთი ღონისძიებების, რა თქმა უნდა, ძალიან კაია თუ გაიმარჯვებთ, მაგრამ ეს არ არის მთავარი ფაქტორი. მთავარი ფაქტორი არის, რომ ჩვენი დევ კულტურა არ იყოს მიძინებული, ვიყოთ გაცოცხლებულები და ერთმანეთს გაუზიაროთ ინფორმაცია, ერთმანეთს ვიცნობდეთ, ახალი ტალანტები აღმოვაჩინოთ და ცოცხალი ორგანიზმივით ვიყოთ. აქედან გამომდინარე, ესეთი ღონისძიებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ამ ღონისძიებებზე სიარული და ორგანიზებაც мотиваციას და ის რომ დავეხმაროთ და ხელი გაუწოდოთ. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მადლობას მოუხდი თესეუს ადმინისტრაციას და ამ უნივერსიტეტს, რადგან დაგვითმო ადგილი. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც გაიღო ერთი თეთრიც კი ჩვენი crowdfunding-ისთვის, იმიტომ რომ ეს საპრიზო მათ გარეშე და თქვენ გარეშე და კომუნიკის გარეშე არ შედგებოდა. უღრმესი მადლობა მინდა მოვახსენო გიორგი მამალაძეს, რომელმაც უცხოეთიდან ძალიან დიდი თანხით დაგვასაპორტა და ისედაც ძალიან დაგვასაპორტა. აქედან გამომდინარე, მადლობა მას. მადლობა მინდა მოუხადო DevTherapy-ის community-ის წევრებს, იმიტომ რომ მაგალითად სტიკერებისთვის დრო არ გვეყო. სტიკერებისთვის დრო არ გვეყო და თვითონ გააკეთეს და ბევრ რაღაცაში დაგვეხმარნენ ძალიან. მადლობა რკინიგზას, მაგ სტიკერების დამენეჯებისთვის და მოკლედ თლიან DevTherapy-ის community ძალიან დაგვეხმარნენ ყველაფერში. თქვენს ყველას ძალიან დიდი მადლობა ორგანიზაციულობისთვის და იმისთვის, რომ ჩემი აზრით ძალიან კარგად ჩავატარეთ ეს ყველაფერი. და ჩვენ ჯიურის, რა თქმა უნდა, და ბევრი მადლობა. კარგით, მოკლედ ჯიურიმ გამოაცხადა 3 გამარჯვებული, როგორც წესები იყო და დავიწყებთ. მესამე ადგილზე გავიდა ჯიმარა. ასევე უნდა ვახსენოთ, რომ ძალიან ცოტა ძალიან ცოტა ქულების ხვაობა იყო და მეოთხე ადგილზე გავიდა წავიდა მელა და ჯიმარას შორის და მათ შორის 4 ქულის განსხვავება. მამა, დამაცადე ერთსანი. გილოცავთ. მეორე ადგილზე გავიდნენ ტუტორიალ ბოს მინიონები. რა არის მამა? მაცადე მიკროფონი, მაცადე მამა. გილოცავთ. ძალიან მომეწონა მე თქვენი თამაში. და ეხა დრო დადგა გამოვაცხადოთ პირველ ადგილზე გასულები. ჩემთვის ალბათ ყველაზე ფავორიტი თამაში იყო და ასევე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ახალგაზრდები არიან და ნამდვილად ძალიან მომეწონა მათ თამაში და ჟიურისაც. პირველ ადგილზე გავიდა ხარიოტი.
გილოსავ დავშვიდეთ. ხო, მოკლედ, როგორც საპრიზო ფონდი გამოაცხადა, ისე ეკუთვნის ყველას თანხები. ძალიან დიდი მადლობა ყველას და ჟიურის დაუთმობ სიტყვას, თუ რამის თქმა გინდა, რომელიმეს, რა ვიცი, რჩევა რომ მისცეთ მათ, ან რა ვიცი, ნებისმიერ რამის სიტყვის თქმა გინდათ. მოდი კი. ერთ სიტყვი, რასაც ყოველთვის ყველგან ვამბობ. ეს თამაშები დაამთავრეთ აუცილებლად. იმიტომ რომ რა თამაშებიც არა მარტო რა თამაშებიც გავიდა პირველ სამ ადგილზე, ენჯინი დაამთავრე, დონსკი აუცილებლად. თქვენც ვინც დღეს თამაშები გააკეთეთ და დაიწყეთ, ძალიან დიდი თხოვნა მექნება რომ ეს თამაშები დაამთავროთ. ეს თხოვნა 99% არ მისრულდება ხოლმე, მაგრამ მაინც ჯიუტად ვიმეორებ რომ დაამთავრეთ ეს თამაშები, იმიტომ რომ ეს როგორც თქვენი შვილები ეგრე არიან რა. იმიტომ რომ ძალიან დიდ შრომასთან უკავშირდება, ბევრი კარგი ხალხი გაიცანით დღეს და ღამეც გაათენეთ და ბევრი რაღაცაც აღმოაჩინეთ. ამიტომ ეს თამაშები რაც დღეს გააკეთეთ, სინამდვილეში ძალიან ძვირფასი პროდუქტებია, რომელიც მართლა კარგ პროდუქტად შეიძლება გადაიქცეს და აუცილებლად გადაიქცევა და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა რომ ახალგაზრდობა გამახსენეთ და ეს იმზე მოხდებით. აი ხალხი ხართ ძალიან. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. მადლობა აბსოლუტურად სულ ყველას. ასე მოკლე დროში ორგანიზებული საქმისათვის რა თქმა უნდა პირველ რიგში ბატონ ავთანდილს და მადლობა ორგანიზატორებს რომ დაგვდეს პატივი და თესეუში ჩავატარეთ ეს ღონისძიება და ვისურვებდი რომ ეს იყოს ყოველწლიური. ეს პირველი ჯერი იყო და შეიძლება თლა ისე კომფორტული არ იყო ყველაფერი, მაგრამ თუ ეს ყველაფერი გაგრძელდება, პირობას გაძლევთ რომ მომავალ წელს ბევრად უფრო კომფორტულ გარემოში იქნებით და ბევრად უკეთეს პირობებს შეგიქმნით. წარმატებები და რა ვიცი. ყველაფერი საუკეთესო. მადლობა. და მოკლედ ეს უნდა თქვა, არ შემიძლია რომ არ თქვა. თუ იმეს დევთერაპიის ჩანელი არ გაქვთ გამოწერილი და დასაბსკრაიბებული, გამოიწერეთ. ეს იქნება თქვენი მადლობა ჩვენ მიმართ. აი, ძალიან დიდი მადლობა ამ ორი დღისთვის კიდევ ერთხელ მეგობრებო და იმედი მაქვს, არ ვინც გაიცანით ერთმანეთი, არ დაიკარგებით და გააგრძელებთ ისევ მოვაწეობას და მე მაქვს იმედი, რომ მომავალში უფრო და უფრო მაგარი ივენთებს ჩავატარებთ. მადლობა. მოკლედ, ჩვენი გამარჯვებულია ხარიოტი. ჩემით ხარი რომ გამოდიოდი რომ ძალიან ნერვიულობო და თან გადამაწევინე რიგი რომ ბოლოში ყოფილიყავით. რატო ნერვიულობდი ასე ძალიან? ზოგადად აუდიტორიასთან პრეზენტაცია მიჭირს, ჩემი სუსტი მხარია ასე ვთქვათ, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ძალიან აღტაცებული ვარ, გახარებული ვარ და რა ვიცი, მადლობა. ჯერ ერთი 15 წელს ხარ. აქედან გამომდინარე ლოგიკურია, გაგიჭირდება, არც არ გაიკეთებია და რო უნდა მაგას. თან ყველა ანუ ასაკი დიდი იყო, სტუდენტები იყვნენ და რაღაც დიდი იმედი არ მქონდა ასე ვთქვათ. მესმის მაგ შეგრძნების. პირველ რიგში გირჩევ რომ შენი თავი მაგით არ და ბლოკო ხოლმე, აი მე პატარა ვარ და რაღაცა, პირიქით გამოდი, არაფერი არ არის, მაგრამ რომ წაგეგო რა, არაფერი, ამიტომ უნდა გეცადა. გილოცავთ და რაც შეეხება პრეზენტაციები არ გამომდისო, შენ უნდა ნახოთ ჩემი პირველი პრეზენტაცია და მაგას აღარ იტყვი. ამიტომაც გააგრძელეთ, დაამთავრეთ ეგ თამაში. მე ძალიან მომეწონა, მით უმეტეს ეს ძმების თემატიკა და რავი, აი მე გპირდებით, რომ თუ მაგ თამაშს დაამთავრებთ, ჩემ შვილებს აუცილებლად ვათამაშებ. On Steam Deck-ზეც გამოუშვით, რომ კომპიუტერთან არ დაждდნენ და აუცილებლად ვათამაშებ მაგ თამაშს. გილოცავთ კიდევ ერთხელ და მადლობა, რომ გვეწვიეთ. დასრულდა Game Jam-ი. მე ძალიან მომეწონა თამაშები, მონაწილეები. რას ფიქრობ? ძალიან მაგარი იყო, ძალიან. არ ველოდი ნამდვილად ესეთ თამაშებს, მით უმეტეს ამასაკის ადამიანებს თუ ესეთი რაღაცების გააკეთება შეეძლოთ, სრულად აღფრთოვანებული ვარ შედეგებით. მართლა არ ველოდი ესეთ შედეგებს. კი, საინტერესო იყო, რომ ყველა მონაწილე იყო, ყველა მონაწილეს თამაში იყო უნიკალური, განსაკუთრებით ბავშვების და ხო, ვფიქრობ, რომ ძალიან სამართლიანი იყო ეს 15 წელს ბავშვებმა გაიმარჯვეს. პირველ რიგზე გავინენ, ბავშვები რომლებიც ძალიან ნერვიულობდნენ, ეგონათ რომ ცუდი რაღაც გააკეთეს და სწორად გამოსulis, გთხოვეს რომ გადაგვეწია და რიგში ბოლოს ჩაგვესვა, რადგან გამოცდილება არ ქონდათ, მაგრამ რეალურად ხო ხედავთ, ანუ ყველაფერი უნდა გარისკოთ, არ უნდა იყოს თქვენი ბარიერი, რაღაც თქვენი ფიქრები, იმიტომ რომ
იდეაში რომც დაფეილდეთ არაფერს არ ნიშნავს რა. ბავშვებმა გამოვიდნენ, სცადეს, ეშინოდათ, მაგრამ გაიმარჯვეს. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დაასრულებენ ამ თამაშს და ამით არ გაჩერდებიან რა. და შემდეგ უკვე ამ community-ს, ასე ვთქვათ, წვრილს დააბრუნებენ ისო community-ში და ისო თვითონაც გაუზიანებენ სხვას თავიანთ გამოცდილებებს. სანამ დავასრულებთ, შეხსენება, რომ ჩვენი სპონსორია ტექსი, მადლობა ტექსის კიდევ ერთხელ. და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მინიმალური თანხებიც კი გაიღო, რომ ეს ორგანიზება შედგა ერთი სიტყვით და ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, community-ს წევრს, ვინც დაგვეხმარა, ზოგმა სტიკერები გააკეთა, ზოგმა რაღაცა ფულადი რესურსი და ასე შემდეგ. მადლობა მეგობრებო, ეს ყველაფერი არ იქნებოდა თქვენს გარეშე და ხო, შევხვდებით ძალიან მალე. და გამოიწერეთ დევთერაპის YouTube არხი და ჩვენთან Discord server-ზე შემოდით. მადლობა.